ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქალაქ ნათანზიდან თითქმის 2 კილომეტრი დაშორებული პიქაქსის მთა, რომელიც ქვეშაც ირანი ბირთვულ ობიექტს აშენებს, შესაძლოა შეერთებული შტატების ახალ სამიზნედ იქცეს. ვაშინგტონმა და თელ-ავივმა ნათანზის ურანის გამომდიდრებელ ობიექტს 2025 წლის ივნისის 12 დღიანი სამხედრო ოპერაციის დროს დაარყეს, თუმცა პიქაქსის მთა ხელშეუხებელი დარჩა და თეირანმა გაანგრძო იქ სამშენებლო სამუშაოების შეტარება იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი კატეგორიულად მოითხოვს ისლამურ ქვეყანას არ ჰქონდეს ატომური იარაღი. დღემდე გაურკვეველია კონკრეტულად რა არის განთავსებული პიქაქსის მთაზე, რადგან გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანოს ამ ობიექტზე წვდომა არასოდეს ჰქონია. საგულისხმოა, რომ 21 ივლისს მედიასთან საუბრისას ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპისთვის ამ ობიექტის არსებობა სიახლე არაა. შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამან შესაძლოა უბიძგოს თეთრ სახლს ამერიკის სამხედრო არსენალში არსებული, აქამდე გამოუყენებელი და ყველაზე მძლავრი იარაღი მიმართოს ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეების განსხვავებით მოკავშირეებს ურანის გამდიდრებაში ვაშინგტონი დახმარებას ჰპირდება. საქმის შესახებ ინფორმირებული 2 წყაროს თანახმად ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა საუდის არაბეთთან შეთანხმება, რომელიც პოტენციურად მისცემს სამეფოს ურანის გამდიდრების საშუალებას მისი სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული პროგრამისთვის. ამავე დროს შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რასაც თავად ვერ აღიარებენ მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ არ ჰყავთ თავისუფალი მედია. მათ სამხედრო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიადგა. თუმცა ამავე დროს 20 წლის განმავლობაში თითქმის ყველა რესურსს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე კი არა, ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებასა და სარაკეტო და დრონების სისტემების გაძლიერებაზე ხარჯავდნენ. და ის, რასაც ახლა ხედავთ, თუმცა უკვე მნიშვნელოვნად დასუსტებული სახით, სწორედ ის ჩვეულებრივი სამხედრო ძალაა, რომლის ფარის უკანაც ისინი ბირთვული პროგრამის განვითარებას აპირებდნენ და რომლის იმედადაც მსოფლიოს გამოწვევას უგზავნიდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ. აბა სცადეთ და რამე დაგვიპირისპირეთ. ვაშინგტონის მოკავშირე სახელმწიფოებში უკვე ფაქტობრივად უწყვდათ ისმის საჰაერო განგაში სიგნალები. იორდანიის საპორტო ქალაქ აქაბას მეზობელი ისრაელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ირანული რაკეტა სამეფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელიც იქ მდებარე ამერიკული ბაზებისკენ იყო მიმართული. ურთიერთიერიშების დაწყების დღიდან ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც საბრძოლო მოქმედებების არეალი ისრაელს უახლოვდება. თელ-ავივს კი თეირანი გაფრთხილებული ყავს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ომი კვლავ სრულმასშტაბიან ხასიათს მიიღებს. თუმცა, როგორც ჩანს, ისლამური ქვეყანა მსგავს გაფრთხილებებს ყურადღებას არ აქცევს და თავად აუცილებს გამაფრთხილებელ განცხადებებს რეგიონის მიღმა მდებარე სახელმწიფოების გასაგებად. ბულგარეთის მთავრობის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბეზმერის ავიაბაზაზე დროებით უნდა განთავსდეს 8-მდე ამერიკული საჰაერო საწოლით გამმართველი თვითმფრინავი, თეირანის კრიტიკა მოყვა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თავდასხმების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა ბულგარეთს თეირანის წინააღმდეგ აგრესიისა და ომის დანაშაულების თანამონაწილედ აქცევს.